აქცია, რომელიც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად დღეს თბილისში გაიმართება. სულ ცოტა ხანში დაიწყება აქციის მონაწილეები მსვლელობით წამოვლენ ავლაბრიდან მშვიდობის ხიდამდე და სწორედ იქ გააპროტესტებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას და მხარდაჭერას გამოუცხადებენ უკრაინელ ხალხს.Იდან ჩვენ ჩავართ მშვიდობის ხიდზე, სადაც გავაპროტესტებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. რუსეთის იმპერიამ ომი გამოუცხადა არა მარტო უკრაინას, რუსეთის იმპერიამ მთელ თავისუფალ დემოკრატიულ ევროპას და თავისუფალ ცივილიზებულ სამყაროს გამოუცხადა ომი. ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ და ჩვენი გზავნილია თავისუფლება უკრაინას, თავისუფლება საქართველოს და ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში და თავისუფალ დემოკრატიულ განვითარებულ მსოფლიოში. ისაც ხდება დღეს ყირიმში, შესაძლოა გახდეს კიდევ ერთი ოკუპაცია ევროპაში. მაგალითის და გამოსვლებას ჩვენ გვაქვს გულისხმობ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას 2008 წელს. სწორედ ამიტომ ეხლა ყველამ ერთად უნდა გავაპროტესტოთ, გავუხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგანაც ეს ეხება არა მარტო მათ, არამედ ჩვენც და სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ყველას დღეს მშვიდობის ხიდთან შემოგვიერთდეს და ერთად თქვათ არა ოკუპაციას. რუსეთის ქმედება ეს არის პირდაპირი აგრესია, ყველა ნორმის დარღვევა, პირდაპირი ანექსიის, ოკუპაციის მცდელობა უკრაინის ტერიტორიის. შესაბამისად, ჩვენ უნდა ძალიან ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, იმიტომ რომ უნდა გაიგოს პუტინმა და კრემლმა, რომ დამთავრდა საბჭოთა კავშირი. ხალხს უნდა თავისუფლება, თავისუფალი განვითარება. და ესე არ იქნება, ვერ შეეგუება ვერავინ რუსულ ოკუპაციას და ანექსიას.